ძალიან დიდი ისტორია ახლავს წინ, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, რა არის ეს ისტორიული ფაქტი, რამაც შუხუთში ლელო მოიტანა. შუხუთში ბურთაობა, ანუ ლელო ბურთი მრავალ საუკუნეს ითვლის, მაგრამ ის რაც დღეს ჩვენ თამაშობთ, ლელო რასაც ქვია, ეს არის კონკრეტულ თარიღთან, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული თამაში. ეს არის 1854 წლის 17 მაისის ეგრეთ წოდებული ნიგოითის ომის შუხუთფერდთან ბრძოლის ისტორია. როდესაც ხასანბეგ თავდგირიძის 9000-იანი არმია და გენერალი ანდრონიკაშვილის 2700-იანი შენაერთი შეებრძოლა ერთმანეთს, ნიგოითიდან დაიწყეს და აქ შუხუთფერდთან, როგორც წერია, აგერ იქ ცენტრში, სადაც ბურთი ვარდება. აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით მოჭრა თავი. თან ისეო, ასე გადმოცემა გვეუბნება, თავი ერთ მხარეს გადავარდა, ცხენიდან ტანი მეორე მხარესო. დაითრია ერასტი ჭყონიამ ეს თავი, დაანახა თურქებსო, ესე წერია, რომ თქვენი სარდალი მკვდარიაო და გაიმართა ბრძოლა არა გამარჯვება დამარცხებისთვის, არამედ სარდლის თავის მოპოვებისთვისო.